სახელითა მამისა და ბაძისა და გასულისა წმინდისა ჩვენთან არსებობს ქრისტეს მიერ ძმანო და დანო მამანო ყველას გილოცავ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს სულთმოფენობას და ეს სული წმინდა მოვიდეს ჩვენზე და ძალი მამისა გფარვიდეს ჩვენ და იგივე სული წმინდა თანამამად იყოს ყოველთა გზათან ცხოვრებისა ჩვენისათვის. უფალი ამბობს, რომელსაც წყუროდეს მოვედი ჩემ და დასვენდი და მისი მისაგანო დინარენი წყლისას დიოდია. ჭეშმარიტად ესე არის, რომ ჭეშმარიტი წყარო ცხოვრებისა არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. რადგან უფალი ამბობს, რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. ანუ სიცოცხლე. რომელი არ არის ჩემთან, იგი მტერ ჩემდა არს. და რომელი არა შეჰკრებს ჩემთან, იგი განაყენებს. და ვინ არის უფალთან? ჭეშმარიტი ეს წყარო ცხოვრებისა მან დაგვიტოვა ზიარების უწმინდესი საიდუმლო. ზიარებისა, რომელზედაც ამბობს უფალი, რომელიც ჭამდეს სისხლსა და სუმიდეს სისხლსა და ხორცსა ჩემსა, იგი ჩემთანაა დადგმული და მე მისთან. აი ვისთან არის უფალი, ვინც არის აბსარებელი ჭეშმარიტად ეკლესიისა, ვინც კეთილსინდისიერად ეზიარება ქრისტეს მაცხოვნებელ უსპეტაკე საიდუმლოს, რომელიც ეკლესიის წიაღში აღესრულება. არა ფარისეველნი, რომელიც თითქოს შენიღბულნი აშენებენ ზოგი ტაძარსაც კი და შინაგან არიან გამცემელნი, ვითარცა იუდა ისკარიოტე, რომელიც 12 მოციქულთან იყო, მაცხოვართან ერთად ჭამდა და სუმიდა და გაყიდა თავად მაცხოვარი 30 ვერცხლად. ეპარქიაში ძალიან რთული პროცესები და მძიმე მოვლენები ვითარდება. მე როგორც ამ ეპარქიის წყემსი და მღვდელმთავარი ღვთივდადგენილი, მე ვფიქრობ, რომ რადგან ისე თუ ასე რაღაცები გახმაურდა თქვენ შორის და სამწყსოში ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ამას. პერსონიფიცირებისაგან მე თავს მოვარიდებ. ძალიან სამწუხაროა, რომ იროვნებები, რომელნიც ჩემთან ერთად უკმას იტეხდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ, ძმად და მეგობრად მიმაჩნდა. მე ვარ ამ ეპარქიის საჯული და არა მარტო მღვდელმთავარი, ღვთივდადგენილი, მოციქულთა მემკვიდრეობის მადლით. აი, ლევანდელ წაკითხულ სახარებაში ნათქვამია, ნიკოდიმოსი ამბობს, განაჩვენის ჯული დასჭი სო ადამიანს ისე თუ არ მოусმენსო? სწორედ ეს ადამიანი დაბარებული იქნა, წაეყენა ბრალი, იქნა მოსმენილი ეს ყოველივე და მე როგორც ეპარქიის წყემსმა და მსაჯულმა გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ყავდა გადაბირებული 1 წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ ეს კაცი არის მაღალჩინოსანი და კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი.
მონაზონს გაჰქონდა ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან, თუმცა კი მე არაფერი დასამალი არ მაქვს. მაგრამ თუ არსებობს აღსარებები, არსებობს პრივატული საუბრები და ასე შემდეგ, ხო? შიდა ოჯახის რაღაცა და ეს პიროვნება ყავდათ ეგრეთ წოდებულად არ მინდა რუსული ტერმინი გამოვიყვენო, მაგრამ უფრო გასაგებად ალბათ ბევრისთვის დავერბოუკებული, არ ვიცი რითი დააშანტაჟეს, არ ვიცი რა გაუკეთეს, თუმცა კი მე ვიცი, მაგრამ თავს ვიკავებ ახლა ამისაგან. ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემ და მოусმევ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება. აი ესეთი მოვლენები და ვითარება არის ეპარქიაში. ეს პიროვნება არ არის დასამალი, გაილახა, თავისი დაცვიანად გაიქცა აქედან, ყუდამოძუებული, რა თქმა უნდა მე ხელი არ დამიკარებია, იმიტომ რომ მე მაღალი თმენის ვალდებულება მაქვს როგორც მღვდელმთავარი და ეხლა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველანაირი პროვოკაცია. და მე ვფიქრობ, რომ მის უკან დგანან ძალები. ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი. დღევანდელი მოქმედი წევრია მთავრობის. თუ ხელისუფლება, თუ მთავრობა მას არ გაემიჯნება, მაშინ ჩემთვის კიდევ ბევრი რაღაცა ცხადი გახდება. მე არ მინდა აქ არავის მე მივეცი მას იმის შანსიც, რომ შეენანე ეღიარებინა, არაერთი ადამიანი პირზე დაადგა მას, თვითონ ეს მონაზონი დაადგა პირზე, რადგან 2 თვის წინ ის მონაზონი მე გავაგდე ეპარქიიდან და ალბათ რომ ნახეს, რომ ის უკვე აღარ იყო საჭირო, მათაც გადააგდეს გვერდზე. და როცა იგრძნო, რომ გამოყენებული იქნა და როცა მიხვდა, რომ გადაგდებული იქნა, აი მაშინ უკვე მან დაასახელა ყველაფერი, შემკვდა და მომიყვა ყველაფერი. მაგრამ ესე აქ არის ძალიან ბევრი ნიუანსები, ბევრი მტკიცებულებები, არა მარტო ესა, არამედ ძალიან ბევრი. ვინც უშლიდა აქ საკათედრო საზღვის მშენებლობის პროცესებს და ბევრ რამეს ამ წლების განმავლობაში, დღეს მადლობა უფალს, რომ ხილებულ იქნა. ეხლა ეს ადამიანი ერთი კაცით მიგზავნის, რაღაცით თვითონ მაშანტაჟებს, მეორე პიროვნებას მიგზავნის, რომ მომიშვი და ბოდის მოვიხდი და შენ, მაგრამ მე არ მჯერა მაგისი, აღარაფრის ერთი სიტყვისა და მესამე სიტყვით თვითონ საპატრიარქოში მიდის აჩვენებდა. არსებობს კანონიკური სამართლის ნორმები. მე როგორც ამ ეპარქიის საჯულმა და მღვდელმთავარმა მას გამოუტანე განაჩენი და დაუმტკიცდა ის, რასაც მე ვიძახე. მას არ აქვს უფლება პიროვნულად შეხვდეს თუნდაც ქორეპისკოპოსს, არ რომელიმე მღვდელმთავარს და პიროვნულად წაიყვანოს. მას შეუძლია მხოლოდ მიმართოს სინოდალურ სხდომას, დაწეროს ოფიციალური განცხადება, თუ ამაში გამართლდება, მე დავტოვებ მღვდელმთავრობას და თუ არ გამართლდება, მე გამოტანილი მაქვს მისთვის განაჩენი. თუ არა და მაშინ ყველას მოუწევს ბევრს პასუხისგება. ასე რომ მინდა რომ საქმის ხოში ჩაგაყენოთ, ყველაფრისთვის იყავით მზად, ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან, ამის უკან დგას ძალიან დიდი ძალა, ეს მარტო არ არის და გააძლიერეთ ლოცვები. მერთმა დალოცოს ჩემი სამწყსო, ქრისტეს სამწყსო დალოცოს უფალმა. უფალი ამბობ ჩვენი ესო ქრისტე, ნუ გეშინი მცირესა მაგა სამწყსოსა. რამე თუ მე მიძლებიე სოფელსა. ესერი მე კი არ მებწვიან პირადად ესეთი პიროვნებები.
ესენი ებრძვიან დედა ეკლესიას. ამ რთულ რეგიონში 12 წელია თქვენ ხართ შემხედვარი ყველაფრისა, როგორ მძიმე ჯვარს იდავს თავარი და იმის ნაცვლად, რომ გვერდში ამომიდგნენ და ამოგვიდგნენ და ქართული საქმე ვაკეთოთ ერთად, ესენი იმაზეც კი წავიდნენ, რომ დელთავრის ლიკვიდაცია განიზრახოთ. და იმაზეც კი წავიდნენ, აღარ თავს ვიკავებ, კიდევ ბევრი რაღაცა არის სათქმელი. ეს არის ძალიან მცირედი ამონარიდი მათი უსინდისო და არამზადა საქმეებისა. მერთმა დაგლოცოთ, მერთმა გაგახაროთ, მერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენთან არს ღმერთი.